გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ. ისეთი ჯიპით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone switch-ი მოვხდე. ნატოც კარგია, რუსიც კარგია. გამოიცვალეს 7 პარტია. თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი. ეგ არის ნახტი დემოკრატია. დაიძინე. გაიღვიძე. დავე. დავრეჭამე. მერე ერი დღე და ღამე ფიქრობს. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. გვეშველე ბარამე, გვეშველე ბარამე, ერთხელ საქართველოში. შანსი არ არის. ფისობოტკოველის შოუს საეთერო სტუდიის მისამართი მხოლოდ კოკა აბაშიძემ და ჯვებე გრუზინიანმა იციან. ეს ცოდნამაც შთამომავლობით ერგოთ. სამი წამირები არამდე, 2, 1, ეთერში ხარ. ზოლედაც რომ ეგრეა ჩემო კარგო რა. ტრაკიც არის და ტრაკის ბატონო ჯვებე. ვაგრძელებთ გადაცემას და მე მინდა პირველი შეკითხვით გადავიდე ბატონ კოკასთან. ბატონო კოკა, უნდა იხდიდნენ თუ არა გადასახადებს ტაქსის მძღოლები? რა თქმა უნდა. თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო სიკვდილი და გადასახადები გარდაუვალი უნდა იყოს. რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს ძალიან გთხოვთ თქვენ ისე ვაცდით თემას. მე მაპატიე ხალბატონო უბრალოდ როცა ნერვიულობ ხოლმე არასუ აი ლექსები ამომდის პირიდან მაპატიე დიდი მომენტი. კონკრეტული არგუმენტები რომ გითხრათ ბატონო ჯვებე, რატომ არ უნდა იხდიდეს გადასახადს ტაქსის მძღოლი? რა უნდა გითხრათ ხალბატონო ბიჭო, იცით რომ ყველა ორ დიპლომიანი მოქალაქე ტაქსაობს თითქმის 80% მოსახლეობის. იცით რატომ ხდება? იმიტომ რომ სამუშაო ადგილები არ არის. და რატომ არ არის იცით სამუშაო ადგილები? იმიტომ რომ ამისნაირი განსწავლული ინგლისში ნასწავლი პროგრესულები და ესეთი განათლებულები პროჭები იკავენ მაგათ ადგილებს. მე ვერ გავიგეთ, თქვენ რომ ნერვიულობთ ხოლმე ლექსებს ამბობთ თუ ადამიანებს აყენებთ შეურაცხყოფად. ძალიან გთხოვთ ჩამოყალიბდით ბატონო ჯვებე. კი ბატონო, გუშინ წინ ბოზებში ვიყავი, გამოვიძახე ტაქსი, გადაცემა რომ მოხდება. ძალიან გთხოვთ ბატონო ჯვებე, კორექტულად. მე ამათან როგორ ვიყო კორექტულად, ა? ძალიან. რანაირად მე ქვეყნის და ტაქსისტების მტრებთან კორექტული ვერ ვიქნები და საერთოდ ამათან არაფერი საქმე არ აქვს. მე ამ კაცს ვეღარ ვიცლებ უკვე. ძალიან გთხოვთ. ვეღარ მიძლებს თურმე. თქვენ იცით, საშუალო სტატისტიკური ტაქსისტი ამისნაირ იდიოტებს ყოველდღე უძლებს. ამოვიდა ყელში უკვე რა, აღარც მიწლია, კაცო. გასაგებია ყველაფერი. თუ რატომ არ უნდა ბატონ ჯვებეს ტაქსისტების დაბეჭდვა? აქ ეთყობა პირადი ინტერესებია ქალბატონო პისო. თქვენ ფაქტიურად ახლა პირდაპირ ეთერში წამოგცდათ რომ ტაქსის მძღოლი ბრძანდები? ჩემო ბიძო წამოვსდა კი არა, სად არის ის კამერა? სად აქ არის? დიახ. ჩემ სამშობლოს და ჩემ ქვეყანას თუ დაჭირდება ჩემო ძილბაზო ხალხო, მე ტაქსისტიც ვიქნები, რეჟისორიც, პროდიუსერიც, პედიატრიც, ქირურგი და დედა მე ასეთ გარემოში მუშაობა არ შემიძლია. მე იძულებული ვარ შეწყვიტა გადაცემა, გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლება. ეგრე რა კაცო. დავიღალე ჩემები მელოდები წავალ სახში ვიჩუქჩუქებს. საითმედე ხარ? დაში. რამდენად მეყებ ხარ აქედან ტაქსი? 7 ლარი. ხო და მე ლარიც დაამატა და მე გაგათვლებ რა. ახ შედა მელოჩინიკი ხარ. წამო, წამო. წამო გოგო შენს დაგტოვებ. სნაიჯეთი და კანგნავიზუ. საავტომობილო მაგნატი, ლეგენდარული ჰენრი ფორდი ვერ მოესწრო არმენას და მერაბას პროფილაქტიკას. ამიტომ მან შვიდად განუტევა სული. მერჰავ! ჰა! სუში ბაგაჟნიკიდან დანკრატი ამაიღე. ჩვენი რატო გავცვიტოთ ე? ო! დანკრატი. დანკრატი. შუსტრად. გაია. აისა. Poste conectarațunem, conecta ce fanda. ჰარმე, How? პიცა შენი აქა? Pizza ჩემი? რა უნდა? ტრუპია. რა ტრუპი რა პიცა ჩემი რებს მოდიალობში ვერ ახარ. მოდი შენი თვალებითა ნახე. შენა კაცი ხარ რა, დამრებ რა. ვინ არის ესა? პიცა შენი ხო გეუბნები? ეს პიცა ჩემი არ არის, მე რა, სუმაშენში ხარ შენ? მაინც აი კარგად დააკვირდე. ამას საცხალი
ბიზა შენსაც ხალი? სუში, დურაკ, ამას მარცხენაზე აქვს ხალი, ბიტაშებს მარჯვენაზე აქვს ხალი. ვა, აბა ვისი ბიძა? მე რა ვიცი? სუში დანკრატი ამოიღე რა. ხო, კარგი, ხო, ამოიღე. ვინ არის ეს? დაგეთე, გააღე. აბა ზოზღალი ყოფილიყო, სრაზო იტყოდე, ბიზა შემია, ბიზა ჩემია. სუში საქმეს მიხედე რა. საქმეს მიხედე შენ. მაისა კაცო. მე ხო არ ავიღო. ეკადაბანაძეს მამის გარდაცვალება რა თქმა უნდა ეწყინა. თუმცა ამაშიც დაინახა დადებითი. როცა პანაშვიდზე კუბოს წრეზე მოდრავ ნათესავებს 30%-იანი სესხები დაუდგიცა. გამარჯობათ. გამარჯობათ, შუტებანკი თქვენი წარმატება ჩვენი აპოთეოსია. იყო. ბატონო? და გუშინ დოდობანკიდან დამირეკეს და საუკეთესო პირობები შემოთავაზეს თქვენგან განსხვავებით. პორტირება მინდა. პორტირება? დიახ, კი, მაგრამ არ იცით რომ ამას რელიგია გრძალავს? რომელი რელიგია? ზუსტად არ ვიცი ბატონო, მაგრამ რომელიმე აუცილებლად გრძალავს ალბათ. მაგას მეუბნებოდით ბაჟი ვადაგადაცილებადებს და წავიკითხე იმ დღეს და 10 მცნებიდან არცად არ წერია. პორტირება მინდა მეთქი. და თქვენ არ იცით ერთი თხილის გული 9 ძმა ხერხეულიძემ როგორ გაიყო? რა 9 ძმა ხერ? აი ერთი თხილი რა შვაშია ეგ? ერთი წამით რაღაც ხო უნდა მეთქვა. და თქვენ არ გაგიგიათ? ორი კურდღლის მადევარმა ვერც ერთი ვერ დაიჭირაო? ანუ თქვენ კიდათ რომ შუტებანკიდანაც იხეროთ და დოდობანკიდანაც? და გამიგე საერთოდ აგინე შენ იქიდანაც ისაქნა გამიგე, აქედანაც იმას ქნა და მე ეგრე ვიყო. მასე ეგრე იმას იზავ, თო ორივე გინდა რომ მე წახვიდე, იმას ეტყვი რომ მე ესე გავაკეთეო და იმას უკენიო. გამიგე ერთიდან ავიღე, მეორეგან ეგრე სად არის თო? სხვა ქვეყნებში როგორა იქ პროფესიონალიზმია რა აქა და იმას ის არის რა გამიგე რა და იქ სირბილი არ მინდა, უკან ჩამოსვლა არ მინდა, აბა რა გინდა ტაქტიკა არ მინდა? აბა რა გინდა და? ისა ერთი წუთი მე ვერაფერი ვერ გავიგე, საერთოდ ვერ ვერკვევი ფეხბურთის ტაქტიკაში, მაგრამ პორტირება ნამდვილად მინდა რა. ანუ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ პორტირება გსურთ? დიახ, უკვე მესამეჯერ გეუბნები, პორტირება მინდა. ძალიან კარგი. თუ კი თქვენ არ იშლით, გავაკეთოთ პორტირება, ოღონდ დამელოდეთ რამოდენიმე წუთი. დოდობანკი გისმენთ? შენ მართლა დოდოშა. გამარჯობათ. გვერდზე სოფლის გამგებელი, წინა ცხოვრებაშიც გვერდზე სოფლის გამგებელი იყო. როგორც ხედავთ, რეინკარნაციის ფენომენი ამ სოფელში არ მუშაობს. რას ნიშნავს ეს ის არ არის, რასაც მე ვფიქრობ, ხო, ის არ არის, არა კაცო. მასე რა არის? არაფერი არ არის, კაცო, არაფერი. აბა რა გინდოდა, რა თიხავი მანდი გადაკუზული შენა? კაცო, სახლის პროექტის დამტკიცება მიდოდა და კომპიუტერში ვანახე ფლეშკასა ვარჭობდი და იმიტომ ვიყავი წაკუზული. მაგას რა უნდა მოტმასწრული რო იყოს ეს ზედა, რა გინდოდა მითხარი? რა და კაცო, მე უნებოდი რომ ფლეშკა გამოიღე მეთქი. დაუსვა და გადაკუზული იყო. დაუსვა და ეს მგინე მომგვარი იყო უკნე. ზედ არის აბა ფლეშკა, იმაჩვენეთ. ფლეშკა არ არის. მეც მაგას არ გეუნებოდი რომ ფლეშკა არ არის მეთქი? ძუძუზე ხელი რამ გეკიდა შენა? კაცო, მომისმინე გეტყვი ყველაფერს არა? აი ესე მივედი და ვეუნებოდი რომ ფლეშკა არ არის, გამოდი მეთქი და თან კიდე ხელით აი ესე გამამყავდა, აი. დაუსვა და ეგრე იყო. ტიტლი განები რა დიდეგით თქვენ ოჯახ გადაშენებულებოთ ყველა, კაი, გეტყვი დაწნახდი რა. დაგცხა. ხო, ცხელოდა მაშ. ცხად. რაღაცას მატყუებს შენა მე. არ გატყუებ, გელოდი, გეპიცები ძმობას, გეპიცები თუ სიტყვას. ნუ მიწებ ტყუილზე და შენ არ იყავი დღესდილი დაკა. ხალხი იყინებაო, ტადი ფარსუნკიდა და მიდი და მილებში წყალი გაალღვეო. შენ არ მეუბნებოდი პრემიას მოგცემო. რა ქენი მე გააკეთე? ვერა. გაბუჭებულია ეს ფარსუნკაი, როგორ გავაკეთებდი? მე თუ არ გაგიკეთებია რომ მოდიხარ კაბინეტში და საქმეებს მისცევ. გავიყინე კაცო ხალხი. აბა შეხედე. გეგონიათ მართლა გაბუჭებულია ეს ფარსუნკაი? სიმართლე მითხარი რა გინდოდა მეთქი? ტიტლი განები რა დიდეგითქო? აი, დაწნარდი უკვე რა მართლა გთხოვ. გეტყვი ამის დედაცვათი და გეტყვი ყველაფერს არა.
შენ ცოლსა. ვთხოვდი. ვიარა ისაგიდე, რა თქვენზე მე რაღაცაა. შეეცნობას გეფიცები გელოდი თუ რამეს გატყობიდე მართლა. ირგანული ბიჭან გამიჭაო. ამას უყურე. ავალ ეხლა მე ზევითა. გავალღობი მილებში წყალსა. ჩამოვალ და სიმართლე მითხარი, გაიგეთ თქვენა ორივე. ერე გადაგბუგავ, გაგალღობთ მე ორივე საქმე. იტ***და ბიჭი. რაგი სასტუმრო კალიფორნიას ფანჯრებიდან მშვენიერი ხედები იშლება. აღმოსავლეთით სასაფლაოა, დასავლეთით წუმბე, სამხრეთით დამხრჩვალი კატა, ხოლო აღმოსავლეთით ტუბიკი. გამარჯობა. Здорово. აუ, მაგრად მინდა ერთი ბოზი 1 საათით რა. ხო არა? კი, მაგრად. აი რა კაპიტანო გიზარა. გიცა, მე რამდენჯერ უნდა გაიშიფრო. არ არის აქ ბოზი. არ არის ეს ბორდელი. ო, კარგი. კარგი. საჩივარია მოკლედ შემოსული რა. რომ თქვენ აქ ფარულად ბორდელი გაქვთ გახსნილი. აი ერთი. არ არის ეგ მართალი. როგორ არ არის მართალი? რა გინდა მითხრა რომ ეს ბოზი არ არის? არა ეგ ბოზი. რა თქვი? ეხლა აღარა ვარ ბოზი, ხო? მოიცა. რა გინდა თქვა ქალბატონო, რომ თქვენ ხართ ბოზი და მომსახურეობაში ფულს გიხდია? არა ბატონო კაპიტანო, რას ბრძანებთ? ეს მე ნაბაროთ იქით ვიხდი ფულს. როგორ აბა ვის უხდით ფულს? აი ამ ვაჟ ბატონს. მოიცა? აჰა, გასაგებია, ჩემთვის ყველაფერი ნათელია, ესე იგი ამ ბოზს უშვებთ და ვიჭერთ აი ამ ბოზს. ძალიან კარგი და ეცოდინება მე როგორია ჯოჯახეთში ცხოვრება რა. დავედით. მაიცა. თუ ეგრეა მე ხომ აქ ერთი ზარის უფლება ბოლოსი. ხო, ერთი ზარის უფლება გაქვთ კი. მაიცა მაშინ. ალო, ნანა, მე ვარ. უბრალოდ მინდა გითხრა რომ 60 გემში ტოვები. იცი რა არის? იცი შენ ნომერში 2 კედელი რატო იყო ამდენი ხანი სულ? რატო? იმიტომ რომ გარედან ჩუმად მეთვალთვალა შენთვის. იცი წყალს რატო გიშვებდი სულ ზემოდან? რატო? იმიტომ რომ ჩემთან ამოსვლის მიზეზი ქონოდა. და იცი, ხამხამობით შენთან რომ მოდიოდა კაკო, შაკო, რეზო ვახო. ეგენი ყველანი მე ვიყავი. და ვაჟა? მაიცა ვაჟა ვინა? არაფერი, გაგცი. ხო და უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ვეღარასოდეს ვეღარ გნახავ. კარგად. არ დაგიგო. წავედით. წამოთ. წავედით. ერთი წუთით. ერთი წუთით გენაცვალე. არ წაიყვანო. ერთი წუთით. როგორ არ წავიყვანო? კანონი არ მაძლევს საშუალებას რომ გაუშვა. წავედით, წავედით. ერთი წუთით. ერთი წუთით. გაუშვით ეგ. ყველაფერი ჩემი ბრალია. ის ანონიმური წერილი მე დავწერე, აქ არავინ არ არის ბოლსი. ანუ, რა გინდა თქვათ რომ ეს უნდა გაუშვა? კი, უნდა გაუშვათ, ჩემი ბრალია. კარგი. მალე რა. კარგი. ამჯერად გაგიშვებ. მაგრამ იცოდე იმ 2 გატარებული ღამისათვის აქ რომ დამაკვიდე. გაზღვევინებ. გელოდები. მოდა. დიდი მადლობა. ამას არასოდეს დაგივიწყებ. და კიდე ერთი. აი ეს გრაფინი რო გადახე. მაგის ფულიც უნდა გადაიხადო. გადავიხდი მოდი. გადავიხდი. ჩემო დავით, მიშა, კაკო, ვაჟა, გადავიხდი. ეს ვაჟა ვინ ხარ გავაკეთე. და დარვინიზმის მოწინააღმდეგენი ამბობენ რომ გონიერი ადამიანი არა მაიმუნისგან არამედ ზებუნებრივი ძალის მეშვეობით შეიქმნა. აბა ვნახოთ
მართლები არიან თუ არა ისინი. Швилно черно, მზია და ზესვა. ისმინეთ ჩემი შეგონებები და განვითარდით ვითარცა თევზი ზღვაში და ჯინჯველა მიწაზე. ადრე ყოფილა, ადრე. როდესაც პროფესორმა ალბერტმა და ასისტენტმა შაკომ მათ მიერ გამოგონილი მოტორიანი ჩურჩხელა მთავრობას წარუდგინეს, იქიდან უპასუხეს: ეს მოტორიანი ჩურჩხელა სად იმაში წავიღოთო? ამ პასუხმა ალბერტი და შაკო სრულიად ახალ აღმოჩენამდე მიიყვანა. მოტორიანი ოხნა. ეგ არის! ეს არის. ეგ არის? გამოგონებული. გთხოვთ, ძალიან ასპირანტო შაკო, მოუჭირეთ ბოლო ჭანჭიქს. M საათში მალე ყველაფერი დამთავრდება. გამოგონებული. მე უკვე ვხედავ, ბატონო პროფესორო, წარმატებული ტექნიკის კომპანიები როგორი შორის თვალებით ვიყურებენ ჩვენ. ერთი დეტალი დაგვრჩა კიდევ, ჭანჭიქის გარდა, რა დავარქვათ ჩვენ ქმნილებას? ბატონო ალბერტ, იქნებ ჩვენი ქვეყნის სახელი დავარქვათ. ჩვენ ქართველები ვართ, საქართველო. მომწონს თქვენი პატრიოტიზმი, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის. ამ შემთხვევაში მაშინ მოდით ამ ქმნილებას დავარქვათ მამაჩემის სახელი ფილიპე. ბოლოს და ბოლოს ეს ქმნილება მე შვილივით მიყვარს და ის იმსახურებს მამაჩემის სახელს. და მამაჩემის სახელი რომ დავარქვათ? არაფრით არ შეიძლება მამა თქვენის სახელის დარქმევა. ბოლოს და ბოლოს კორფუჯი უკვე არსებობს და მე ფასნეთ ეს არგუმენტია. და რა მოვიფიქრო დარსო დუ კარგია. რა თქმა უნდა. დუ კარგია. დ1, დ2, დ3, დ+2 და ასე შემდეგ. რაღა დაგვრჩა, ბატონო პროფესორო. ხოთ გააგრძელოთ და მოუჭიროთ ბოლო ჭანჭიქს. ეხლავე? აი, მაშ ასე. სად არის? კოლეგა, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენი ქმნილება უნდა გამოვცადოთ. ერთი წუთით. კარი. დ. ალო, ბატონო პროფესორო. ალო, ისმის ბატონო ალბერტ. ეგ არის ტელეფონი თუ გამოვიდა თუ. იმოჩავრია. ტელეფონი თუ. მომეჩი თქვენი ხელი. რა ბედნიერება. მოდი დავხსნით ეხლავე ტელეფონი. ერთი გადავიყოთ. პირველები ვარ ჩვენ. კარგია. კარგი. მე მგონი მე ცუდად გამოვედი. არა უშოთ მე გადავიღოთ კიდე. კიდევ ერთხელ გიწევდა კონტროლები. თუ თქვენს ცხოვრებაში დადგება ისეთი დრო, როცა მოგიწევთ არჩევანის გაკეთება გუგას, სანჩიკას და ფანკარს შორის, თამამად აირჩიეთ ფანკარი. იმიტომ რომ ფანკარი ჯობია. გული ისეც გერს. დაიბზარა არე. წავა ისევ სამხრეთისკენ. აქ წვეთში ვერ გავიხარე რა. საღო! ახეთში ვეთში ვერ გავიწაძმა ხარ. ბიჭო, გაიხარე. Просикатио. Нормально. იმენა მისწამში ვარ ეკეთის დამბეჭდებებს თქვენ. ნახე, ყავყაზე მაგინო. მეორეჯერ და პირველად როდის დაგმული? ჯო, არ მახსოვს შეჩება, მაგრამ როდესღაც ხო იქნებოდა რა ეგრე, რატო იმენა როდის მე დამბუზგლოდ, მაგრამ არ მახსოვს. აუჩი, მომბედა, ეხლა მე უნდა. რა უნდა? არი, ვეცანი თუ ამბობენ ბიჭო. ბიჭო, ბუმბერაზები არის. მე არ უნდა თქვა რა, მიდია რა. გამიგოე, არწივი ვნახე დაჭრილი. ყავ ყორნებს ეომებოდა. ეცადა ბიჭოს ადგომა, მაგრამ ვეღარ ასდგებოდა. ვახ!
დედა თქვენ საყოლებო სულდროს ჩამიგდეთ ხელა და თორემ ნახავდი თქვენს ბუმბულს გაშნილს გაფანტოს მელადა ზანჯობე გაუმადეთ ბიჭო აურა ეს ჩემი ძმა კაცია ბიჭო აურა აუ ჩემი ძმა ხარ რა მოდი გაკოცო ჩემი ბრატი ხარ საიდან ტონო ამას ვეგეთი არ ვიყავ აურა მაგარია საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფეს სინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს თლიანი ჩვენი გულების სიხარულით აენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარულით აენთება გვიხაროთ ეს მალე მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად დამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაბრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაბრიალოთ